ვიდრე სასულიერო პირი გახდებოდით, ბევრი გზა გამოიარეთ. რაც წავიკითხე ინტერვიუებში, იყავით იეჰოვას მომწვევი, ბაპტისტი, ორმოცდაათი. რა არ ვიყავი ის თქვი პირდაპირ, დანარჩენი ყველაფერი ვიყავი. ანუ ფაქტობრივად ძალიან დიდი გზა გაიარეთ ჭეშმარიტების ძიებამდე. მამას რა რეაქცია ქონდა და ოჯახს რა რეაქცია ქონდა ამაზე? განსაკუთრებით მამა ჩემის რეაქცია როგორი იყო ეს, მამამ პირველად გაიგო რა დამემართა, რაღაცები ამოყირავდა ყველაფერი, დალაგებული ცხოვრება. ავტორიტეტი ვიყავი, მე ოჯახში ვიყავი, ის ვინც ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩავირიცხე, უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ჩვენ გლეხის ოჯახი ვიყავი და ის რაიკომი და მდივა, აუ, შორიდან გვესმოდა, მაგრამ ისეთ ნიჭიერი ვიყავი, რომ აიო, მთელი ჩემი გვარი ჩემზე იყო გადაკიდული, რომ ეს ახლა ვასახელებ ჩვენ, სოფელი, ხო იცი რომ აი ჩვენ და ამ დროს წარმოგიდგენია უკვე ისეთი სამაკ ავტორიტეტი, სადაც ცხოვრობდით, უკვე ჩვენ რაიკომში და ჩემი გადავაყვანე ერთი წელი უკვე მივაღწი იმას, რაზეც ნატურობდნენ მშობლე. ამ დროს ერთ დღეში ვარღვევ ყველაფერს. ახლა წმენის გამო იქ სხვა თემა ახლა აქ ვერ გავაგზავნე. ახლა წარმოიდგინეთ რა რეაქცია იქნებოდა და მამა მახსოვს მე თითქმის ძალიან მკაცრად თხოვდა დედა ჩემი ძმებიც და რამხელა სიძულვილი იყო თითქოს გარედან რო შეხედა რამხელა სიყვარული რამ გამოიწვია აგრესიცი სხვათა შორის მე შემიძლიეს ქრისტეს მწამებლებს და იუდასაც კი გაუგო მამხრე და რაში ამათი მიდგომა ქრისტეს მიმართ რა იყო იცი აი ეს ისეთი ძლიერია რომ ეს ჩვენ რომაელებისგან გაგვათავისუფლებს მასზე დადებს სონი ეს მაგარია ნახე სასაულებს აკეთებ ახლა ეს გავყრით რომაელებს და ჩვენი იქნება ეს ცხოვრება მოციქულებიც კი ასე უყურებდნენ პეტრეც იაკობიც იქით იაკობის და იოანეს იმან დედამ ქრისტეს მიუგზავნა ისა ვიღაცა რომ ჩემი შვილებიო შენ რო დიდებით მოხვალ ერთი მარჯვნივ დაისვი მეორე მარცხნივ ანუ პოლიტიკურ ძალა იუდა მარაპატია იუდა ხო ლიდერი იყო ეროვნული ლიდერი იუდა იმიტომ იუდეველები ვერ წარმოედგინა ზეცაში რაღაცა აქ უნდათ აი ზუსტად ასე იყო ჩემი ძმა და მამაჩემი და ყველა იმიტომ აი მამაჩემი აი როცა დავყარე ყველაფერი და აი ესე გავხდი გასაკითხი ყველაფერს სამარცხინო მართლა ესე ითვლებოდა მაშინ ვინც ბიბლიას კითხულობდა 70-იან 80-იან წლებში ის იყო გიჟი ის იყო რაღაცა სექტანტი ის იყო რაღაც დეგრადე ყველაზე სამარცხინო და მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმას ჭყალებში ყველაზე მეტად ზულდი ყველაზე მეტად გვერდის მოუკლად მოკვდე ჯობიაო მამაჩემი სამოთ ჩემი ძმა სამარცხინო ხარ ახლა რა იყო ამ სიძულში არ იყო ჭარბი სიყვარული სიყვარულის გამო არ პატიობდნენ რო უყარდით რო ჩემი მედიკო იესოც ასე გაწირეს იმის გამო რომ ვერ წარმოედგინათ მისი სამეფო იქით სხვაგვარი და იუდაც იმიტომ ეჯაჯგუნებოდა ქრისტე იმიტომ დალეცა დაამტვრია რომ მას ვერ წარმოედგინა ასე ძალას როგორ კარგავს შენ რატო ამბობ უარს ასეთ მიწიერ სიკეთეზე აი ესეც არის მან და არა რაღაცა პირდაპირ 30 ვერცხს დახარბდა ნუ ეს არის ბავშვური გაგება ძალიან ისეთი სიღრმეებია მტლა ვერც პეტრე უგებდა ვერც ვერანი უგებდა მათ აი დაახლოებით ესეთი მდგომარეობაში იყო ვერ გამიგეს მაგრამ როცა ფეხზე დავდე კი უკვე სკოლიდან ხო წამოვედი ყველა სკოლა დავყარი და შუაგულ ქალაქში ესე იგი ყველაზე ისეთ ძიმე სამუშაოს ვასრულებდი და ყველას ვეცოდებოდი ზოგს გიჟი ვეგონე ზოგი მეცო და როცა 99 წელი დგება და უკვე გამსახურდია კოსტავა ჩამოდიან უკვე ჩვენ ქალაქში მიტინგებს აწყობენ მოდის დირექტორი უკვე ჩემი და უკვე ბატონო გურამი გავხდი 4 წელი ვიყავი მარგი ბატონო გურამ მობრძანდი სკოლაში და პირველი რა გავაკეთე რუსულ სკოლაში რომ მე რომ მომაქცია ციტატა პავლე მოციქულის პირველი კორითელების სიყვარულზე პავლე აი მან ჩემში გამოიწვია მათეისტი ვიყავი მაშინ და აფეთქება და ზუსტად ეს სიტყვები იქ სიყვარულის უგზელას любовь დალგაწერი რუსულ დიდ აი ესე დიდ ბანერზე დავაწერინე მხატვარს და ფოიეში სკოლაში შედიხარ პირდაპირ ყველა ბავშვი უყურებდა ამ ეს არის 99 წელია ეს და კომუნისტები იყო უბრალოდ ეროვნული მოძრაობა იწყებდა მაგრამ ეს რო ნახეს კაცო ის მოსკოვში გაიგზავნა წერილი აქედან რომ ისტორიის მასწავლებელი ბავშვებს რყვნისო ბიბლიას ასავლისო რა სიტყვები იყო მამაო რა სიტყვები იყო კაც ეს იყო პავლე მოციქულის ცნობილი ჰიმნი სიყვარულზე პირველი კორინთელების მე-13 თავი ამ მე ყველა ბავშვს ურჩევდი და მშობელსაც თვითონ ნახავენ სიყვარული
სუგდელია სიყვარული თბილე სიყვარულს არ შურს არ ამპარტავნოს და ასე შემდეგ არ ჩადის უწესობას ჭეშმარიტება ახარებს ყველაფერს იტანს ყველაფერს ითმევს ყველაფერს იმედი აქვს სიყვარული არასოდეს არ გადავა ახლა კი რჩება ეს სამი წმენა იმედი სიყვარული მათ შორის სიყვარულია დიდი და აი ეს ყველა კითხულობდა და მოსკოვი და კომისია აქეთ გამოაგზავნეს წერილი რაიონში რომ გაარკვიეთ საქმე ადგილზე რა ხდებაო და მე მოვიდა ეს კომისია მაგრამ ვერ შემახეს ხელი იმიტომ რომ გარეთ უკვე მიტინგები იწყებოდა და ვერ გაბედეს